ბაკინგემის სასახლე აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ოთახები პრინც ჰარისთვის. ხო, ოთახები აღარ დარჩათ. ჰარი ცდილობს ინგლისში ჩამოსვლას. ის უნდა ჩამოსულიყო თავის ცოლთან, მეგან მარკლთან და მათ შვილებთან ერთად. მაგრამ როგორც ჩანს, სამეფო ოჯახმა უარი თქვა მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ამიტომ ცოლი და შვილები ვერ ჩამოვიდნენ. მაგრამ ეხლა როცა ჰარი ინგლისშია, ეუბნებიან, ბოდიში ადგილი აღარ გვაქვს. ხო, ჩვენს უზარმაზარ სასახლეში შენთვის ოთახი აღარ დარჩა. თითქოს ამას ვინმე დაიჯერებს, სასაცილოა. მოდი გადავიდეთ იმაზე, რაც სინამდვილეში ხდება. ეს არის პრინცი ჰარი. მას უარი უთხრეს. კარგი, ბუკინგემის სასახლე ახლა უარყოფს ინფორმაციას, რომ პრინცი ჰარი დარჩება. ჰარის გუნდმა თქვა, რომ მან შეთავაზება შაბათ-კვირას მიიღო, მაგრამ სასახლე აცხადებს, რომ მან ვადა გააცდინა. მან ვადა გააცდინა, არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ როცა ოჯახის წევრი სახლში დარჩენას ითხოვს, ვადა არ უნდა არსებობდეს და ამასაც გეტყვით. მე მგონია, რომ ბუკინგემის სასახლეში საკმარისი დასუფთავების სერვისებია. ასე რომ თქვათ, თუნდაც ვადა გააცდინო, ალბათ მაინც შეძლებდნენ ოთახის დალაგებას, მაგრამ იქნე მართლა არც ერთი ოთახი არ არის თავისუფალი. შეიძლება ბუკინგემის სასახლე იმდენად პატარა გახდა, რომ მთელ სასახლეში აღარ დარჩა არც ერთი ოთახი, არც ერთი კაცისთვისაც კი. არა. ჰარის წარმომადგენელი ამბობს, რომ შემოთავაზება მოგვიანებით გააუქმეს და ამას აკავშირებს სასამართლოს გადაწყვეტილებას Daily Mail-ის გამომცემლის წინააღმდეგ, რასაც სასახლე ახლა უარყოფს. ბიჭო, ამ უთანხმოებამ ახალი დადაბულობა შემოიტანა მის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტამდე და შესაძლო შეხვედრამდე მეფე ჩარლზთან. ეს ორი აშკარად ერთნაირია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიქრობს, ჰარი შესაძლოა სინამდვილეში მეფე ჩარლზის შვილი არ იყოს, მაგრამ ეს სხვა დროისთვის საუბრის თემაა. მაგრამ მოდით უფრო ღრმად შევეხოთ ამ დრამას, რადგან აშკარად ძალიან საინტერესოა. მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი ვარ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით სიგიჟეს. და მართლა ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ არის ის, რომ სასახლე ხალხს ატყუებს და ღონია, რომ ამას ვერ შევამჩნევთ. მართლა გვაჯერებთ, რომ თქვენ არ გაქვთ საძინებლებისა და წინებლები, სადაც პრინცი დარჩება. ღმერთის გულისთვის რამე უკეთესი მოიფიქრეთ, არ ვიცი. პრინცი ჰარი ებოლათი დაინფიცირდა და გვეშინია, რომ ეს მეფე ჩარლზსაც დაავადებს. თუ მკითხავთ, ეს ბევრად უკეთესი მიზეზია, ვიდრე ის, რომ საძინებლები არ გვაქვს, ან ვადები გამოგვიგამოგრჩა. იფიქრებდი, რომ ამ ხალხს უკეთესი საზოგადოებასთან ურთიერთობა ექნებოდა, მაგრამ ჩანს თითქოს ისევ მე-18 საუკუნეში არიან გაჭედილები, სადაც ხალხს ატყუებდნენ და ვერავინ იგებდა, ხომ გესმით? კარგი, მეტი დეტალი მომეცი. სადარჩება პრინცი ჰარი და ვისთან ერთად ჩამოვა. ჰარის ბუკინგემის სასახლეში ოთახი შესთავაზეს, მაგრამ დღეს დილით BBC უწვება, რომ მან დროულად არ უპასუხა და ეს შეთავაზება აღარ არის ძალაში. ეს უკვე მეორე დარტყმაა მის გეგმებზე ამ კვირაში. თავდაპირველად ჰარი აპირებდა მეგანი და მისი შვილები აქ 4 წლის შემდეგ პირველად ჩამოეყვანა. მაგრამ ბრიტანული მედიის ცნობით ის ამას აღარ გააკეთებს, რადგან მისი მოთხოვნა შეიარაღებული პოლიციის დაცვა, რომელიც ბრიტანელი გადასახადის გადამხდელების ფულით დაფინანსდებოდა უარყვეს. თუმცა როგორც BBC უცხება, ჰარის პირადი დაცვის გუნდი კვლავ განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, ასე რომ ოჯახური შეხვედრა ჯერ კიდევ შესაძლებელია. უცნობია, შეხვდება თუ არა ის თავის ძმას, პრინც უილიამს. მაგრამ გუშინ უილიამმა და უელსის პრინცესამ გაავრცელეს ეს საყვარელი ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ უჭერენ მხარს პრინცესა შარლოტა და პრინცები ჯორჯი და ლუი დედას, როცა მან გასულ კვირას 3 მწვერვალის გამოწვევა დაასრულა. კეითმა თავის ძმასთან ჯეიმსთან ერთად დალაშქრა შოტლანდიის, ინგლისისა და უელსის უმაღლესი მთები. ჯეიმსის თქმით, მათ ამაზე მაშინ ისაუბრეს, როცა კეითი საავადმყოფოში კიბოს მკურნალობას გადიოდა. სხვათა შორის, მიყვარს, როცა სამეფო ოჯახის წევრები ჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებენ. ვფიქრობ, ეს ყოველთვის ძალიან მაგარია და ეს ის ნაწილია, რასაც ხშირად ვტოვებთ ყურადღების მიღმა. მაგრამ დრამა. პრინცი ჰარის თხოვნა, რომ ბრიტანეთის პოლიციის დაცვა ქონოდა მისი ვიზიტის დროს, როგორც იუწყებიან, უარყვეს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? თქვენ ფიქრობთ, რომ გადასახადის გადამხდელებმა უნდა გადაიხადონ ამ სამეფო ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის? არ ვიცი, მგონია, რომ ეხლა ყველაფერი ერთმანეთებმის. არ გამიკვირდება თუ მეგანს სინამდვილეში არ აქვს ინტერესი ჩამოსვლის მიმართ. ძალიან მაგარი და უფასო შესაძლებლობა მაქვს შენთვის, თუ შენც ისე ნერვიულობ ხელოვნურ ინტელექტზე, როგორც მე. რადგან თუ ჯერ კიდევ Google-ის მსგავსად იყენებ მას, ეს უნდა იცოდე. კლოდი ჩატბოტი არ არის. ეს არის ის, თუ როგორ ქმნიან ადამიანები ინტერნეტის მომავალს. ავტომატიზებენ მთელი კვირის საქმეს და ასრულებენ ისეთ პროექტებს, რომელთაც ადრე მთელი გუნდი სჭირდებოდა, სულ რამდენიმე საათში. ვიცი, რომ ამის სწავლა ჩემს ცხოვრებას შეცვლის და გამოცდილების გარეშე ექსპერტი შემიძლია გავხდე, მაგრამ ეს მაშინებს. და ეს შიში არც შენთვის და არც ჩემთვის აღარ არის სასარგებლო, ამიტომ უნდა იცოდე ამ Claude AI-ის master class-ის შესახებ. სრული სიღრმისეული შესწავლა Claude-ზე, მის რეალურ გამოყენების შემთხვევებზე და 10-ზე მეტ სხვა AI ინსტრუმენტზე, რომელიც ამ შაბათ-კვირას ჩატარდება დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე EST დროით. და ისინი იმდენად გულუხვები იყვნენ, რომ ჩემი აუდიტორიისთვის ეს უფასოდ გახადეს, რაც ძალიან მოგწონს. ასე რომ გადადი ბიოში მითითებულ მულზე და დარეგისტრირდი.
მსოფლიოს მასშტაბით უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ამაში მონაწილეობა და Trustpilot-ზე 5-დან 4.9 ქულით შეაფასა. ხოლოდ 2 დღეში შენ ჩაუღრმავდები კვლევას კლოდთან ერთად. შექმნი შენ საკუთარ არტიფაქტებსა და დეშბორდებს, მოამზადებ სრულ პრეზენტაციებს, დააყენებ კონექტორებს მოსაწყენი საქმეების ავტომატიზაციისთვის, მაგალითად მთელი შენი სამსახურის ძიების პროცესისთვის და Cloud Codes პრაქტიკაში გამოიყენებ. შექმნი პერსონალურ აგენტებს, გენერირებ ვიზუალებსა და ვიდეოებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და შეძლებ მთელი შენი კვირის საქმეები ავტომატურზე დააყენო. ასევე არის უფასო ბონუსები, მაგალითად 50 საიდუმლო კოდის კომბინაცია, რომელიც ღმერთის დონის ინსტრუმენტად იქცევა, სრული ხელოვნური ინტელექტის პრომპტების ბიბლიოთეკა და პერსონალიზებული AI ინსტრუმენტების შემქმნელი. და შენ გაწვრთნიან ლიდერები Microsoft-დან, Google-დან, Amazon-დან და ან Amazon-დან და Nvidia-დან. ის, რასაც 2 დღეში ისწავლი, შეცვლის შენს მომავალ 2 წელს და სამუდამოდ. ასე რომ დარეგისტრირდი ახლავე, სანამ მათი ინსტრუმენტების ნაკრები არ ამოიწურება. ბული აღწერაშია. დაასკანერე QR კოდი და შევუერთდი WhatsApp ჯგუფს, სანამ ადგილები შეივსება. სასექსის ჰერცოგინია, პრინცი არჩი და პრინცესა ლილიბეტი არ ჩამოვლენ ლონდონში პრინცი ჰარისთან ერთად ხვალ. მიუხედავად იმისა, რომ ადრე იყო ვარაუდები, თითქოს ისინი ჩამოვიდოდნენ. ანუ შენ ისე ძალიან პრეტენზიულად ჟღერს. ისინი არ ამბობენ bla 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 bla, მაგრამ მოდი მოვისმინოთ, რას ამბობს Megan Kelly ამ ყველაფერზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელები ერთნაირია, მე არ ვფიქრობ, რომ მათი პიროვნებები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. მას განსხვავებული შეხედულება აქვს იმაზე, რაც ხდება. ეს არ ეხება მთავრობას ან სამეფო ოჯახს, რომ რაღაცა არასწორად აკეთებენ. სინამდვილეში ჰარი და მეგანი თავად არიან პრობლემურები. სულელები. სამწუხაროდ და აქაც. ასე რომ ნამდვილად მწკინს, რომ ეს ორი ჩვენ შეხვდა, მაგრამ სრულად მესმის იმ იმედგაცრუების, რასაც გრძნობთ, როცა უყურებთ, როგორ აგრძელებ ის ლეპსის, მეფისა და ქვეყნის მანიპულირებას, რომელთაც მადლიერებით უნდა ეპრობოდეს. და მხოლოდ მადლიერებით, არაფრით სვანაირად. მაგრამ ეს არ არის. ის გაბოროტებულია. ის თავის თავს სათადარიგოს მიიჩნევს და ამის გამო გაბრაზებულია. მან იქორწინა ადამიანზე, რომელიც მუდამ უკმაყოფილოა და ვერაფრით აფასებს იმ კურთხევებს, რაც ჩვენს ქვეყანას მას მისცა. და ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა ის იქ მიდის ამ მუდმივი პრეტენზიებით, იცით, გაუთავებელი უკმაყოფილებით იმაზე, რა სახის დაცვას მიიღებს. მას აქ 10 მილიონი დოლარი აქვს. ამბობენ, რომ 100 მილიონ დოლარზე მეტიც კი. შეუძლია საკუთარი დაცვა დაიქირავოს. ამბობს, რომ მათ იარაღის ტარება არ შეუძლიათ. იცით რა, იარაღი არ გჭირდებათ. არ ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა ვიღაცას ნამდვილად ესროლოს სამეფო ოჯახს. რაც გჭირდებათ, ეს არის პირადი მცველი. აქ გჭირდებათ ყოფილი საზღვაო სპეცრაზმელი, ვიღაც, ვინც შეაჩერებს ადამიანს, რომ არ მოგიახლოვდეთ და ფიზიკურად არ დაგესხათ თავს, ან არ იყოს ზედმეტად პირდაპირი ურთიერთობაში. სნაიპერთა ჯგუფი არ გჭირდებათ, ის უბრალოდ ამას თამაშობს. შემდეგ მან გაავრცელა რაღაცა აბსურდული დოკუმენტი თავისი გუნდისგან, სადაც ეწერა, რომ მის წინააღმდეგ მინიმუმ 6 ტერორისტული შეთქმულება იყო. რა თქმა უნდა, გულისხმობ აშკარად ასეა. ეს კაცი თავის ელფოსტას ამოწმებს და ნებისმიერ შეშლილს პოულობს. ჩვენ ვიცით ეს ხუმრობა. მოგილებთ ბოლოს. ხუმრობა ის იყო, რომ თითქოს ამის გამო ოჯახი ლონდონში ვერ წაიყვანა, მაგრამ ბირმინგემში წაყვანის შანსი ჰქონდა. აი რა ხდება. ძალიან ხშირად ვისმენთ ასეთ ისტორიებს. თითქოს ღმერთო ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე არ არის. ეს ეხება ჰარის, რომელიც ცდილობს მეტი ყურადღება მიიპყროს, ან მეგანს, რომელიც კიდევ ერთ სტრატეგიას იგონებს, რომ ამ ისტორიაში თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს. ისინი დაცვას არ გამოგვიგზავნიან. ეს დაახლოებით ასეა. მოიცადეთ ერთი წამით, შეგვიძლია ამ ისტორიაზე ცოტა ხნით დავფიქრდეთ. მეგან კელი სრულიად მართალია. მას შეუძლია მათი დაცვა თავად გადაიხადოს. და მათ შეეძლოთ დროულად დაედასტურებინათ მოსვლა, თუ მართლა სურდათ წასვლა. და შეიძლება ისევ ეს ყველაფერი სისულელია, რომელიც გამოიგონეს, რადგან სინამდვილეში არ უნდათ იქ ყოფნა და ფული უნდათ. ეს ისეა, თითქოს უბრალოდ ისმენ ამ ამბებს და ყველა აღელვებულია, ყველა ძალიან აღფრთოვანებულია და პანიკაში ვარდება. ეს ისეა, თითქოს არ ვიცით. ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა რა ხდება სინამდვილეში და არც უნდა გვაინტერესებდეს. აი ეს არის მთავარი. აიც ერთ ჩვენგან არ უნდა გვაინტერესებდეს. მნიშვნელობა არ აქვს ჰარი მიდის თუ ბუკინგემის სასახლეში რჩება, ან თუ არ რჩება ბუკინგემის სასახლეში, ან თუ მეგანი მოდის, ან თუ ბავშვები მოდიან, უდიან, უბრალოდ მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებრივი აზრი არც ერთი ეს არ აქვს მნიშვნელობა. ეს კიდევ ერთი ნაგავია, რომელსაც გვააჭმევენ, რომ ყველა მავიშალოთ და ამას გვაწვდიან და გვიგარნახებენ ისე, რომ ვერც კი ხვდებით. ეს შეიძლება მეგანის გუნდი იყოს, შეიძლება ჰარის გუნდი იყოს, შეიძლება ბუკინგემის სასახლე იყოს, შეიძლება ტყუილი იყოს, შეიძლება შეთქმულება იყოს, შეიძლება მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ მნიშვნელობა არ აქვს. და ჩვენ იმდენ დროს ვხარჯავთ ამ თემებზე საუბარში, რომლებიც მედიის მიერ გვაწვდიან, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეთ. სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აბსოლუტურად არანაირი. ამერიკელებისთვის, ვინც არ იცნობს, ჩვენი ბირმინგემი ლონდონიდან დაახლოებით 2 საათის სავალზეა. ასე რომ როგორც ჩანს, ტერორისტები მხოლოდ ქვეყნის გარკვეულ ნაწილში მოქმედებენ. ანუ ეს სრული აბსურდია.
არა, ეს იმდენად აშკარაა, რომ აბსურდია. ბოლოს, რა თქმა უნდა, მეფე მისთვის დასარჩენ ადგილს უგვარებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ის ვერაფერს ხვეწს. ეხლა გადაწყვიტა, რომ ჩამოვა და ამ ყველაფერში ყველაზე მეტად უილიამსა და კეთრინს გძნობ თანაგრძნობას, იმიტომ რომ ნახე რას აკეთებენ ისინი პირსი. არც შენ და არც შენს აუდიტორიას არ ჭირდება ამის ახსნა. ისინი იქ არიან და ყოველდღიურ სამეფო მოვალეობებს ასრულებენ. ისინი ესწრებიან ლენტების გაჭრის ცერემონიებს. ეხლა როგორც იცით, სამეფო ოჯახის წევრობა ძირითადად არ არის მხოლოდ ბრწყინვალება და გლამური ან ტეილორ სვიფტთან ერთად დროის გატარება. ეს არის პატარა უმნიშვნელო ღონისძიებებზე დასწრება, ხალხისთვის იმის შეგრძნების მიცემა, რომ სასიამოვნოა სამეფოს წევრობა და ისინი ამას აკეთებენ. და ამას აკეთებენ ხანდახან მცირე პომპეზურობით, მაგრამ ძირითადად ხალხი მათზე მთელი დღე, ყოველ დღე არ ფიქრობს. ესე რომ მათ მსხვერპლი გაიღეს. და ეს ორი, როცა ოდნავ მოიწყენენ, გადაწყვეტენ, რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ, როგორც წესი სამეფო ოჯახის ხარჯზე. და შენც და მეც ორივემ ვიცით, რატო ლაპარაკობენ საერთოდ იმაზე, რომ მეგანი წავიდეს დიდ ბრიტანეთში და ორი ბავშვი წაიყვანოს იქ. იმიტომ რომ კიდევ ერთი Netflix-ის ჰიტი სჭირდებათ. ისინი ნამდვილი წაგებულები არიან. ყველაფერი, რასაც ისინი შეეხნენ, სუდა დასულდა, გარდა იმ ერთი სკანდალური დოკუმენტურისა სამეფო ოჯახზე, სადაც მეგანმა დასცინა იმას თუ როგორ უნდა რევერანსი გააკეთონ დედოფლის წინაშე და ბრიტანეთის მთელ საზოგადოებას რასისტები უწოდეს. და ეს ყველაფერი პრინც ჰარის ნებართვით მოხდა. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, რომ ლაფი დაესხა იმ ხალხს, ვინც მას სიმდიდრე და პოპულარობა მოუტანა. და ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მათ უკან დაბრუნება უნდათ. ან იქ წაიყვანონ Netflix-ის კამერები და გადაიღონ თავიანთი გამოცდილება, ან დაბრუნდნენ სახლში და მოყვნენ, როგორიც სუდად მოექცნენ. იცით რაზე მინდა ვისაუბრო? მეგან კელიზე მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ ხშირად გამიკრიტიკებია, რადგან გონია, რომ მან თავისი მორალი ინტერნეტისთვის გაყიდა, მაგრამ ზოგჯერ მას მართლა აქვს სწორი მოსაზრებები. ზოგჯერ მას ძალიან კაფიო აზრები აქვს და სასიამოვნოა ძველი მეგან კელის გახსენება. ჩვენ არ დაგვიწყებია ის ფაქტი, რომ მან ბევრი ჩვენგანი გაგვიცრუა, მაგრამ ზოგჯერ სასიამოვნოა მისი ლოგიკისა და გულწრფელი აზრების მოსმენა. ვფიქრობ, სწორედ ეს ხდება აქაც. მაგალითად, ეს წყვილი არ აკეთებს იმას, რაც უნდა აკეთონ. და იცი რატომ არ აკეთებენ ამას, ან რატომ ფიქრობ, რომ უნდა აკეთებდნენ? ვინ გაგხადათ მდიდარი და ცნობილი? ვინ გაქციათ სამეფო ოჯახის წევრებად? ხალხმა. და შენ ხალხს უნდა ემსახურო, ასეა. არ უნდა ხარჯავდე დროს მათ დემორალიზებაზე. ან დასცინო მათ, ან მათ კულტურას, რაც ზუსტად ისაა, რასაც ისინი აკეთებენ. ეს ჩემთვის პრობლემურია. ამერიკაში გადასვა, დატოვო, შენ ხარ ინგლისის სამეფო ოჯახის წევრი. ეს არ არის ისე თითქოს პირდაპირ აგიგრძალეს, როგორც 1980-იან წლებში, ან რა ვიცი. კი არა, 1980-იანებში, არამედ 1800-იანებში, ან 1700-იანებში. შენ ხარ სამეფო ოჯახის ნაწილი და შეგიძლია ის გააკეთო, რასაც უილიამი და ქეითი აკეთებენ, მაგრამ არ აკეთებ. შენ ყველაფერს ყურადღების მიქცევაზე ამახვილებ და ეხლა ეს ახალი ამბავია ბუკინგემის სასახლეზე და იმაზე, რომ ოთახში არ გეძინა. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ შეგვახსენებს, რომ ადამიანები, რომლებსაც დიდი პლატფორმები აქვთ და საზოგადოებამ ფული მისცა, ვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. მადლობა ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის.